მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ორ დღეში თბილისში კანიე ვესტის კონცერტი გაიმართება, გამოსამზადებელი სამუშაოები დინამო არენაზე. მწვავე დაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება, საჯარო შეურაცხყოფისა და ერთმანეთის მხილების 101 დღე. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ბრიფინგს მართავს, პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხას ემსახურება. საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატ შეადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით. სამწუხაროდ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ ნაციონალ მოძრაობის იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს, რომლებიც არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, არამედ გარე პოლიტიკურ დღისწესის ემსახურება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველოს წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოცაც ვერ მივა იმ ურთიერთობის დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნას და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან. უცხო ძალების რაობას და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმე თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. სამწუხაროდ სწორედ ამგვარ ქმედებებს ხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარეძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ. ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ თითქოს საქართველო არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო.
ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოიხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველოს-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღისწესრიგიც დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მოუწოდებს საზოგადოებას კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი. ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შესახებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღისწესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა. მადლობა. უბრალოდ ყოველთვის ხშირად საქმეც იმაში არის, რომ გარე ძალებისთვის ეს ქვეყნის ტრობა არ არის. ეს არის მათი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარება საქართველოს ხარჯზე. მათ ეს ასე ვთქვათ, ემოციური ბმა საქართველოსთან არ აქვთ. ამიტომ ის, რომ საქართველოს თუ რაიმეში დაზიანდება და ეს იქნება სასარგებლო სხვა ქვეყნისთვის, ძალისთვის თუ რომელიმე ჯგუფისთვის, ამის მიმართ მათ რაიმე გრძნობელობა არ აქვთ. საქმე იმაში არის, როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება. რაც შეეხება სხვა გარე ძალებს, კიდევ ერთხელ ჩვენ ხედავთ თუ რამდენად დაძაბულ სამყაროში ცხოვრობთ, ფაქტობრივად შეშლილია სამყარო, შეგვიძლია ვთქვათ, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია, მოქმედებს ძალის პრინციპი, ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაბა დაგიდებს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აკლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომ არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ეს მიდგომა, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ ოღონდ ვინმე გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან, რომ საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან, აი ეს არის სწორედ, რაც არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ჩვენი დამოკიდებულება ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არის არა დაქვემდებარება და ერთი მეორეს კი არ მეორეს პოლიტიკურ თუ სხვა სახის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს. რეალურად რა შედეგია საქართველოსთვის და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის უმსხვილეს ჩინეთთან თანამშრომლობას? ჩვენ ნახეთ, რომ სულ რამდენიმე წელში საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიური არის, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივახდინეთ სულ რამდენიმე წელში. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს არის უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, ასე რომ ამ ყველაფერს თავისი შედეგი მოაქვს, როგორც ეკონომიკური სახით, ისე რა თქმა უნდა ქვეყნის ზოგადად განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, როდესაც ქვეყანას აქვს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ასე რა თქმა უნდა, ხელშესახებია ის შედეგები, რომელიც ამ პარტნიორობას მოაქვს. ამბობს, რომ ალიანსში მოძრაობა აღარ არის, ნიკა კორემი არ გამოიცხავს ნიკა მილესთან თანამშრომლობის გაწყვეტას, მიუხედავად კოალიციაში ერთადერთი, აი როგორ უყურებთ ამ საკითხს და როგორ იკეთებს? მე ამის ვთქვი, რომ ისემ უქნიათ დაუჭამიათ ერთმანეთს და აი დაიწყეს კიდევაც შესრულება იმ და ერთმანეთის დაჭმა, ასე რომ უყუროთ სხვა ეს ამით მაინც პატარა სიამოვნება მივიღოთ, რასაც ვაყურებთ, რასაც ისინი
უკეთებდნენ საკუთარ ქვეყანას, ეხლა ერთმანეთის მიმართ ზუსტად იგივე საკეთებენ, ასე რომ დავაკვირდეთ და დავტკბეთ. ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ სხვებისთვის უკვე წასულია, ეს ოფიციალურად არც რიცხავენ, არც ის თუში თქვეს, რომ გლობოსაც ამოვიღებთ ამ საერთო ბანები და არ ვიცი, ხა ცისფერი მთები თუ აღარ გავუკვევიათ, აქ არიან თუ იქ არიან, ჩამოყალიბდებიან. ჩვენ როგორც ცისფერ მთებს აესე უნდა უყუროთ ამ კომედიას, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ უკვე რამდენი ხანია, რაც საერთო ჯამში ჩვენ გვახარებს იმ მხრივ, რომ ხედავთ, რომ ის გარე ძალები, რომელიც აი ამ ხალხს ყველას აორგანიზებს, იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან, იმიტომ რასაც ჩვენ უყურებთ ახლა ამ ცირკს. ეს ცირკი ხო იმაზეც მეტყველებს, მათ უკან მისდგანან იმ ძალებზეც მეტყველებს. ბრიუსელშიო დადის და ამ ხალხს აცხადებენ ქართულ ხალხად და მათ ინტერესების წარმომადგენლებად სხვა ევროპულ ქვეყანაში დადიან. ამ ხალხს ცირკის მსახიობებს აცხადებენ და ქვეყნის წარმომადგენლებად. აი პოლიტიკური ცირკის. ამას ეს ხო იმაზეც მეტყველებს, თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამათზე დებს ფსონს. 2024 წელს არჩევნებში ამათ არ დაუდგნენ გვერდზე? ამათ მიეცით ხმაო, არ ამბობდნენ? რეზოლუციებს ამათი დაკვეთით და ამათა შეთანხმებით არ აკეთებენ? აი ეს არის ქართულმა ხალხმა ისეც უნდა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე და ამით კიდე მეორე საკითხსაც ჩვენ წარმოდგენა გვექნება, რომ როდესაც ასეთ უმარტივეს საკითხებში ვერ არის გარკვეული ბრიუსელი და სხვა ძალები, რომლებიც ამათ უკან დგას. წარმოგიდგენიათ ამ ხალხს საერთაშორისო პოლიტიკა უნდა ჩააბარო და გეოპოლიტიკა. ამიტომაც არის არეულობა დღეს სამყაროში, ამიტომაც არის ომი დღეს უკრაინაში, თავის ადგილზე რომ ყოფილიყო ევროკავშირი, მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ დასავლელი სახელმწიფოები, დასავლეთის სახელმწიფოები და პოლიტიკოსები, ეს ომი არ იქნებოდა. ეს არაერთხელ ითქვა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და სახელმწიფო მდივნის მხრიდან. და აი ამიტომ რომ ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ ხალხს რო აბარია დღეს გლობალური უსაფრთხოება, ამიტომაც გვაქვს ჩვენ არეული სამყარო. ან კიდე ერთხელ ეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის მინი მაგალითი, რაც სამყაროში ხდება ზუსტად იგივე ძალების დამსახურებით, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას, deep states ვეძახით, სახელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ერთი არის. ეს არის ხალხი, რომელიც მოდელსაც, მართვის მოდელს ხედავთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის სახით, აი ესე ცირკად აქციეს პოლიტიკის სივრცე და ზუსტად იგივე საკეთებენ ისინი საერთაშორისო პოლიტიკის პლატფორმაზე და ამიტომ ჩამოიქცა ზუსტად გლობალური უსაფრთხოების სისტემა. საქართველოს ჩინეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით გითხავთ, დააღრმავდა და გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები სტრატეგიული თანამშრომლობა. კიდევ რა ბენეფიტებს მივიღებთ საქართველოს, რა ბენეფიტებს მიიღებს საქართველოს, ვიცით რომ ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მოთამაშე სწორედ ჩინეთი არის. აი რა შეგიძლიათ ვთქვათ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ საგულამ ნახა რომ გუშინ წელების გაცვლით საქართველოს და ჩინეთს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა გაცხადდა და მნიშვნელოვანი არის სწორედ კიდევ ერთხელ, როდესაც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობის სახით, უვიზო მიმოსვლის სახით, ხედავთ რომ პირდაპირ ფრენები ინიშნება სხვადასხვა დანიშნულებიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის. ეს ყველაფერი აღმოებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის. ჩინეთის ბაზარი იხსნება ქართული მეწარმეებისთვის, ასე რომ თავისთავად ეს გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში ქვეყნის კეთილდღეობის დაზე და ამ მხრივ იცის ყველამ რომ საქართველოს არის ეკონომიკური ზრდის ტემპებით ჩემპიონი რეგიონში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის დას და უზრუნველყოფს რა თქმა უნდა უსაფრთხოების გამტკიცებაც, რისი ბოლო შედეგიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს. ჯო უილსონის ინიციატივით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქციაზე გკითხოთ, რომელიც კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება და საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ავადმყოფებს რუსულ და ჩინურ დაზვერვასთან დაკავშირებით. რა არის ამ აქტის მიზანი და ის რომ არის უილსონის ინიციატივით თქვენთვის რა იმაზე მეტყველებს? არაფერზე. ეს არის ჯო უილსონის აკვიატება,
ამ ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი მისთვის, ვისაც ეს გადაედება, ეს აკვიატება. ასე რომ ამ აკვიატებას ვაკვირდებით, რამდენი ხანია უკვე, ერთ-ერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური შექმნას, თორე უკაცრავად, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს, თუ რა გონიათ, ანუ ჯო ვილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წელდეში იზრუნოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე, შესწავლაზე თუ რეაგირებაზე. მე მგონი მართლა საბავშვო ბაღივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი, რასაც ვაკვირდებით და ამას ეხლა ამ პოლიტიკურ ცირკის მოთამაშეებს თუ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს. ეხლა ვინმე რამე რომ ჯო ვილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს, რომ რუსეთის და ირანის გავლენები შეისწავლოს ნებისმიერ წერტილში ამ პლანეტის. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია. ამიტომ ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად. ვიზა ლიბერალიზაციაზე ტექნიკური შეხვედრა უნდა გაიმართოს, რამ მოლოდინი გაქვთ და რა ბედიერი ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციას მოხდება თუ არა მისი შეწყვეტა ქართული ხალხი. რამდენიმე რამ უნდა გამიმეოროთ კიდევ ერთხელ. საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, ერთი, მეორე. როდესაც შემოღებული იქნა სავიზო რეჟიმი, ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია, მაგრამ ხედავთ რომ სირცხვლის გრძნობა მაინც და მაინც აღარ არსებობს ბრიუსელში. იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც არასდროს რაც კი არსებობს ევროკავშირი, რაც კი არსებობს მისი ვიზა და რაც კი არსებობს მისი უვიზობა, არასდროს არ არსებობდა ეს და ქართველი ხალხი დაგვაფასეს 4 მილიონი საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა თუ ესე მოქალაქეები მეტი დაგვაფასეს და ევროკავშირი შეიყარა დრო დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და მოერგო თავისი წესები საქართველოს. ეს მეორე დარღვევა, რომ მოარგეს ევროკავშირის წესები ერთ სპეციფიურ სუბიექტს, ამ შემთხვევაში საქართველოს. და მესამე, ამ პოლიტიკური კრიტერიუმით გაიხსნეს თავისი აზრით და ჭკუით თავისუფლება, რომ რასაც უნდა იმას მოგთხოვენ. ახლა დგანან და ფანტაზიას, ასე ვთქვათ, აღარ აქვს საზღვარი, ხან გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესდეთ სანქციები, ანუ თავი მოიკალით, გვეუბნებიან, თუ გინდა თუ ვიზო მიმოსვლა, თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოთ ევროკავშირში. ესეც იქნება აგვიხსნა, ხო? ამისკენ რომ გვიბეძგებენ საკუთარი ქვეყნის დანგრევას, რომ გთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, რომ დაუწესოთ, რომ მოვიდეთ შესაბამისობაში სავიზო პოლიტიკასთან ევროკავშირის, ანუ დაუწესოთ რუსეთს სანქციები. ამას ითხოვენ პირდაპირ. ასე რომ გასაგებია, რომ ჩვენ ახლა ერთი რომ ქვეყანას ვერ დავანგრებთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს დღეს პოლიტიკური იარაღად, რაც კიდე მესამე დარღვევა არის, როდესაც სავიზო პოლიტიკას იყენებ პოლიტიკურ იარაღად, იმიტომ რომ სავიზო პოლიტიკა ყველას აქვს, ყველა ქვეყანას აქვს, ასე ვთქვათ, სავიზო სისტემა და მაშინ ახლა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვიზა რა ვიცი მე პოლონელი ჩინოვნიკებისთვის თუ რა ვქნათ ახლა ესე უნდა ესკალაციაზე წავიდეს ყველაფერი. ამიტომ აი ეს არის უმწიფარი პოლიტიკა ევროკავშირის, ასე ჩვენ ვაკვირდებით. სანამდეც ბრიუსელმა დღეს მიიყვანა ევროკავშირი, აი ამ უმწიფრობით მიიყვანა, ამიტომ არის რომ რუბიო კაიაკალას არც კი ხვდება ასეთ უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირის, ყურადღებასაც არ აქცევენ შეხვედრის ღირსადაც არ თვლიან ევროკავშირის უმაღლეს საგარეო წარმომადგენელს. ასე რომ ესე უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ეს ტექნიკური ხასიათის არის ტექნიკური ჯგუფი საქართველოსთან წარმოდგენილი, რომელიც გაივლს ამ საკითხებს. პოლიტიკური რაიმე პრეტენზიები თუ აქვთ, ელაპარაკონ პოლიტიკოსებს ტექნიკურ დონეზე ეს საკითხები ვერ განიხილებიან და ვერ განიხილება და პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკური პასუხები გვაქვს. თქვენ საჯარო თქვენ და ქართულ ხალხს უთხრან სინამდვილეში, რასაც ითხოვენ.
თქვან საჯაროდ, რასაც ითხოვენ, რომ სანქციები დაუწესოთ რუსებს, ითხოვენ, რომ ევროკავშირს კვლავაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში და ამის სანაცვლოდ გვთავაზობენ მარწყვის. კიდევ ერთხელ, როგორც რეგიონში უკვე დამკვიდრდა და გამოთქმა, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. უნდა კითხოთ რეგლამენტზე, რომელსაც უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს. ამ წუთებში კი თბილისის მერი 45 ოჯახს ბინებს გადასცემს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ღონისძიებას. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები მთავრობის წევრებს, საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებული სიხარულით მივესალმები კაპანაძის ქუჩის ნომერ 4-ის ახალ მობინადრეებს, რომლებიც ამ ახალ აშენებულ თანამედროვე კორპუსში სრულად მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოში დაიდებენ ბინას. 45 ოჯახი აქ ახალ ცხოვრებას შეუდგება. მინდა მოგილოცოთ და პირველ რიგში გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატებები, უამრავი ბედნიერი დღე აგეგნიშნოთ საკუთარ ჭერქვეში. მეგობრებო, სახლი მხოლოდ კედლები და სახურავი არ არის. სახლი არის ადგილი, სადაც იზრდება შვილები. იქმნება ოჯახური ბედნიერება, სადაც ადამიანს აქვს უსაფრთხოების, სიმშვიდის და მომავლის განცდა. სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე მხოლოდ ბინების გადაცემის დღე არ არის. ეს არის დღე, როდესაც ათეულობით ოჯახს ეძლევა შესაძლებლობა ღირსეულ, უსაფრთხო და ადამიანურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ამ ოჯახებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს, ვიდრე აქ აღმოჩნდებოდნენ. ისინი სხვებთან ერთად წლების წინ ჩუღურეთის რაიონში ყოფილ ბავშვთან ნომერ მე-5 საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილ საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა. შენობა იყო ავარიული, უმძიმეს მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, იქ ცხოვრება იყო ძალიან მძიმე და ძალიან რთული. თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. ჩუღურეთის რაიონში კაპანაძის ქუჩა ნომერ 4-ში მოიძებნა მიწისნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები. 118 ოჯახიდან დღეს 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა გარდენ ჰილსის პროექტში. 8 ოჯახმა ბინები მიიღო დიდ დიღომში. მხოლოდ 12 ოჯახს ფულადი კომპენსაცია ჩაერიცხა. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. სერიოზული გამოწვევა არის დედაქალაქში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობები. თუმცა მუნიციპალიტეტმა წარადგინა კონკრეტული პროგრამა, კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს წლების განმავლობაში აღნიშნული გამოწვევის მოგვარება და პრობლემების გადაჭრა. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ მიმართულებით თბილისის მერიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკვე მოყვა კონკრეტული შედეგები და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატება არ არის მხოლოდ აშენებული კორპუსების რაოდენობა ან განხორციელებული პროექტების სტატისტიკა. ყველაზე დიდი წარმატებაა, როდესაც კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული ოჯახები გრძნობს, რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ
შეიცვალა. სწორედ ამისთვის მუშაობთ და სწორედ ამ ადამიანების გამო ღირს ყველა ძალისხმევა. ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა მხოლოდ შენობის შეცვლა არ არის. ეს არის ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება, უსაფრთხოება, სტაბილურობა, კომფორტი. ქალაქისთვის კი ეს ნიშნავს მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოს, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ურბანულ სივრცეს, რაც ზრდის ქალაქის განვითარების დონეს და ცხოვრების ხარისხს. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ქალაქის განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის. ქალაქის განვითარება პირველ რიგში ადამიანებზე ზრუნვას ნიშნავს. მინდა მადლობა გადაუხადო თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, მის ხელმძღვანელს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი კომპანიამ Alpha Properties, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილეობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თბილისის განვითარება და მისი ხვალინდელი დღე. გილოცავთ ახალ სახლს, ახალ გარემოს და ახალ ეტაპს თქვენს ცხოვრებაში. შვიდობა, ბედნიერება და კეთილდღეობა არ მოკლებოდეთ თქვენს ოჯახებს. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. ახლა მინდა ვთხოვო ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი კობიაშვილს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო პირადად მას, თქვენს თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო. დღეს მართლაც განსაკუთრებული დღე არის, რადგან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სააკაძის ნომერ 19-ში ავარიულ შენობაში, გადმოვიდნენ ახლად გარემონტებულ ბინებში და ნამდვილად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს პროექტი. იყო ძალიან ბევრი სირთულე და მუნიციპალიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა მინდა უთხრა დედაქალაქის მერს ბატონ კახი კალაძეს, ვიცემერს ბატონ გიორგი ტყემალაძეს და კომპანიას, რომლებმაც ნამდვილად შეასრულეს თავის ვადებში აღნიშნული პროექტი. ასევე მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს და უწყებას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ პროცესებში და დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ოჯახებს, ვინც გამოიჩინა ძალიან დიდი ნდობა და მოთმინება ამ დროის განმავლობაში. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ მშვიდობიანი ცხოვრება ახალ პროექტში. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ ბინების გადაცემის ცერემონიაზე. გმადლობთ. ნატია კუკავა. გთხოვთ. აბა, კიდევ ერთხელ შევეცად. ნინო შეერაზადაშვილი. კვანცა ერისთავი. ნანა მოლაშხია. ნანა ჭაბუკიანი. ლალი ბარიხაშვილი. ხათუნა გუბელაძე.
ეს იყო პირდაპირი ჩართვა ღონისძიებიდან, ბინა 45 ოჯახს გადაეცემა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით რეგლამენტში ცვლილებები განიხილა. დეპუტატებს პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო. ცვლილებები მოიცავს რამდენიმე საკითხს, მათ შორის ეხება ინტერპელაციას, პრეზიდენტის მოხსენებას, კანონპროექტის განმარტებით ბარათსა და ანგარიშების განხილვის წესს. ქვეპუნქტსაც ეხება ინტერპელაციის დროებს და როგორც გუშინ შენიშნეს დროს დავეთანხმე შესაბამისად აისახა კერძოდ ავტორს ეძლევა 3 წუთის ნაცვლად თავდაპირველად 5 წუთი შემდეგ ერთი დასაზუსტებლად 1 წუთის ნაცვლად 2 წუთი და ბოლოს გამოსვლები არის 5 წუთის ნაცვლად 10 წუთი. პარლამენტის წარდგენის ანგარიშად მიიჩნევა არასაპარლამენტო სუბიექტის ისწავლებული ანგარიში, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი. პარლამენტისთვის წარდგენის მოხსენებად, მიმოხილვად, ინფორმაციად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტების ისწავლობითი მოხსენება, მიმოხილვა, ინფორმაცია, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი. საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ითვლება მოხსენებად, მიმოხილვად, ინფორმაციად და მასზე ვრცელდება იგივე წესი, რაც ანგარიშის განხილვას. ბათუმში 21 საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. სკოლა 1400 მოსწავლისთვისაა განკუთვნილი. უკვე მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მუსიკალური და სხვა მრავალფუნქციური სივრცეები. ამ ეტაპზე კეთდება ეზო და მიმდინარეობს შენობის ტექნიკით აღჭურვა. ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლა შეძლებს მოსწავლეების მიღებას. ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. აჭარაში 2026-28 წლებში 30 ახალი საჯარო სკოლის აშენება და 70 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. ახალი სასწავლო წლისთვის ჩვენ უკვე გვექნება 4 ახალი სკოლა, მათ შორის 2 რეაბილიტირებული და 2 ახლად აშენებული. ეხლა ვიმყოფებით და დავათვალიერეთ 21 საჯარო ახალი სკოლა ქალაქ ბათუმის. ხედავთ, რომ აბსოლუტურად სივრცეები არის მოწყობილი და ადაპტირებული სასწავლო პროცესებისათვის. არის არაჩვეულებრივი სპორტული დარბაზები, როგორც დახურული, ასე ღია ტიპის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები. სკოლა არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის. 7 მილიონი ნახევარი იხარჯება ამ პროექტისათვის. 1400-მდე ბავშვი ისწავლის აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში. ავტორიზაციის გავლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მოსწავლეები სექტემბრისთვის. სკოლა პასუხობს ყველა თანამედროვე გამოწვევას, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ინკლუზიური განათლება, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი თუ ბიბლიოთეკა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს არა მარტო მოსწავლეებს, არამედ ზოგადად ჩვენს მოქალაქეებს და ბათუმელებს. კულტურის მინისტრის თარიმ ჯორჯიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად დინამო არენაზე წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნო. 12 ივნისს კანიე ვესტის კონცერტი გაიმართება. მთავრობის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თარიმ ჯორჯია მასშტაბური კულტურული პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. თარიმ ჯორჯია არის რეგიონში უმსხვილესი კულტურული ინდუსტრიის კომპანია და საორგანიზაციო ნაწილი მთლიანად თარიმ ჯორჯიაზე მოდის. მინდა მათ მადლობა გადაუხადო. წელს ასეთი დიდი პროექტი წამოიწყეს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელობის და იმისთვის, რომ ეს ინდუსტრია, როგორც კულტურის ინდუსტრია, როგორც ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყოს ეკონომიკის, სწორედ თარიმ ჯორჯიას განვითარებაზე ვფიქრობთ ყოველდღიურად და ყოველი ახალი პროექტი ამ გამსხვილებას და განვითარებას ემსახურება. ეხლა უკვე საფინალო სტადიაზე შედიან და ყველაზე მეტი მობილიზაცია სწორედ ამ დღეებში. დიდი შოუ გველოდება წინ და თარიმ ჯორჯიას გუნდისთვისაც, რომლისთვისაც იქნება უდიდესი გამოცდილება. სცენაც უკვე აშენებულია და ადგილზეა, მხოლოდ ტექნიკური გამართვა არის დარჩენილი. სიხარულით აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება პირველი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი მასშტაბის ღონისძიებას უმასპინძლებთ. აქ საუბარი არის ღონისძიებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე განხილვადი და ყველაზე მოთხოვნადია. შესაბამისად, საქართველოს ამ მთავარი მოვლენის თანაზიარი ხდება და 12 ივნისს პირველად უმასპინძლებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც 360 გრადუსის სცენის გარშემო იქნება შექმნილი.
ქრონიკა დასრულებულია 12 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დროებით.